ყველაფერს უმრავლესობა უნდა წყვეტდეს? პრობლემა ისაა, რომ დემოკრატია და უმრავლესობის წესი სინონიმები არაა. უმრავლესობის წესი არის არჩევანის ფორმა. დემოკრატია კი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის თანაბარ რეაგირებას როგორც უმრავლესობაზე, ასევე ინდივიდებზე. ამიტომაც აქვს დემოკრატიულ კონსტიტუციებს ორი ნაწილი. პირველი, სფერო ან ზუსტი საზღვარი იმისა, თუ რის გადაწყვეტად ჩვენ შეგვიძლია კოლექტიურად და მეორე, პროცესი, რომლითაც ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უმრავლესობის წესის არჩევაში პრობლემა ისაა, რომ უმრავლესობას შეუძლია მომდეს ყველაფრის გადაწყვეტა და არა მხოლოდ იმ საკითხებისა, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. მოდი განვიხილოთ ორი მაგალითი. საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია დაწერილია 1789 წლის აგვისტოში. ადამიანების უმეტესობა იტყვის, რომ საფრანგეთი ქმნიდა დემოკრატიას, მაგრამ შეხედეთ მათ მიერ დაცულ რელიგიის, სიტყვისა და მედიის თავისუფლებას. არავინ უნდა იყოს შევიწროებული თავისი აზრის გამო, თუნდაც რელიგიურის. თუ ეს კანონით დადგენილ საჯარო წესრიგს არ ეწინააღმდეგება. თავისუფალ აზრთა და იდეათა გავრცელება ყველაზე ღირებული ადამიანის უფლებაა. შესაბამისად, ყველა მოქალაქემ უნდა ისაუბროს, წეროს და ბეჭდოს თავისუფლად და დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ასეთ თავისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთ წესებს ხომ თითქმის არ შეუძლია უმრავლესობის შეზღუდვა. ეს წესები ამბობს, რომ შეგიძლია ის თქვა ან აკეთო, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს. ეს რანაირი დაცვაა? აი, ამერიკული თავისუფლების დეკლარაცია დაიწერა დაახლოებით 1 თვის შემდგომ, 1789 წლის სექტემბერში. აი პირველი შესწორება. კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი რელიგიის გავლენით ან მისი სწავლების აკრძალვით, სიტყვის ან მედიის თავისუფლების შეზღუდვით, ან ადამიანთა მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვით. აი, ესაა გამოკვეთილი დაცვა უმრავლესობისგან. არ დაარღვიო კანონი კი არა, არამედ არ მიიღო კანონი. ზოგიერთი ინდივიდუალური არჩევანი დაცულია მთავრობის ჩარევისგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ხალხის უმრავლესობა არ დაეთანხმება. მაგრამ ეს აშკარად უმრავლესობისგან დამცავი ამერიკული კონცეფცია ძირითადად გაქრა 1789 წლის ზაფხულის შემდეგ. ჩვენმა სასამართლოებმა ზოგადად დაიცვას პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებები, მაგრამ სხვა ინდივიდუალური თავისუფლებები, მაგალითად ეკონომიკური თავისუფლება, რომელსაც დამაარსებლები თანაბარ მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, სისტემურად ნადგურდებოდა. ავიღოთ ცოტა ხნის წინანდელი მაგალითი. 2005 წლის სასამართლო პროცესი კილოსა და ნიუ ლონდონს შორის. ქალბატონ კილოს ჰქონდა ძველი სახლი ნიუ ლონდონის ძველ ნაწილში. უძრავი ქონების კერძო კონსტრუქტორმა შესთავაზა მას თანხას სახლის სანაცვლოდ, რადგან მშენებლობის წამოწყება სურდა. ქალბატონმა მას უარი განუცხადა, რადგან სახლის გაყიდვა არ უნდოდა. კონსტრუქტორს შეეძლო ისეთი თანხის შეთავაზება, რომ ქალბატონს სახლი ნებაყოფლობით დაეთმო, მაგრამ მას უკეთესი იდეა ჰქონდა. მივიდა ქალაქის საბჭოში და დაარწმუნა საბჭოს წევრები, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა სახლის დანგრევა და სასტუმროს აშენება. მოქალაქეთა უმრავლესობა ამჯობინებდა უკეთეს საგადასახადო შემოსავლებს. ქალაქის საბჭომას დაეთანხმა. ქალბატონმა კილომ გადაწყვიტა ებრძოლა და საქმე წაიღო უზენაეს სასამართლოში. და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ? თავისუფლების დეკლარაცია ამბობს, რომ კერძო საკუთრება არ შეიძლება გამოყენებული იქნას საზოგადოებრივი მიზნებისთვის კომპენსაციის გარეშე. ეს აშკარად არ იყო საზოგადოებრივი მიზნებიდან გამომდინარე. ქალაქის საბჭოს თხოვდნენ აიღო ქალბატონ კილოს კერძო საკუთრება და მიეცა სხვა კერძო პირისთვის, კონსტრუქტორისთვის. ეს მგონი აშკარა პასუხი უნდა ყოფილიყო კითხვაზე, მაგრამ არა. უზენაესმა სასამართლომ ქალაქის საბჭო გაამართლა, რადგან გაზრდილი გადასახადები წაადგებოდა საზოგადოებრივ მიზნებს. ანუ უმრავლესობისთვის სარგებლის მოტანის მიზნით სასამართლომ უარი თქვა ინდივიდის უფლებების დაცვაზე. თუმცა ეს არასწორია. მთავრობამ უნდა დაიცვას ინდივიდი და მისი საკუთრება. მაშინაც კი თუ უმრავლესობა სხვა რამ უნდა. ეს აშშ-ის კონსტიტუციისა და ჩვენი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე გამოდის, რომ ჩვენ მეფის ტირანია უბრალოდ შევცვალეთ დიდი ჯგუფის ტირანიით. როდესაც უმრავლესობები ყოველთვის იგებენ, თითოეული ჩვენგანი აგებს. მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის წესი სამართლიან დემოკრატიულ მმართველობაში არ ავურიოთ.